გოგონა, რომელიც პოპულარული სლოგანის წყალობით გახდა სასამართლოს წინაშე წარსდგა, მას ორ თანამზრახველთან ერთად მკვლელობაში ადანაშაულებენ 19 წლის ჯენიფერ მიმ დანაშაული უკვე აღიარა. ამერიკელი ჯენიფერ მი, რომელიც პოპულარული თითქმის ერთთვიანი ქრონიკული სლოგანის შედეგად გახდა, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჟამად უკვე არასახარბიელო სიტუაციაში. 19 წლის თინეიჯერი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად ჯენიფერ მიმ ორ თანამზრახველთან ერთად 22 წლის შენონ გრიფინი სახლში მოტყუებით შეიყვანა, სადაც ის გაძარცვეს, შემდეგ კი ესროლეს. მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ინციდენტი 23 ოქტომბერს ფლორიდის შტატში ქალაქ სენტ-პიტერსბერგში მოხდა. ჯენიფერ ლიმ ორ მეგობართან ერთად 22 წლის გრიფინი სახლში შეიტყუა, სადაც ის გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს. კანონმდებლობის თანახმად ეს არის პირველი ხარისხის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ჯენიფერმი ყურადღების ცენტრში პირველად 2007 წელს მოექცა. ის თითქმის ერთი თვის განმავლობაში შეუჩერებლად წუთში დაახლოებით 50 ჯერ ასლუკინებდა. ამის გამო იგი იძულებული გახდა სკოლისთვის თავი დაენებებინა. მას უძილობაც აწუხებდა. ექიმებმა უჩვეულო სლოგანის მიზეზი ვერ დაადგინეს. გოგონამ უამრავ მეთოდს მიმართა, მათ შორის ხალხურ მედიცინასაც, თუმცა ვერაფერმა უშველა. ერთი თვის შემდეგ ის სლოგანი მოულოდნელად შეუჩერდა. დაუჯერებელი პოპულარობის შემდეგ ის მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ რამდენიმეჯერ მოექცა. 2007 წელს ის სახლიდან გაიქცა. ანალოგიურად მოიქცა მიმდინარე წლის იანვარში, თუმცა ორივე შემთხვევაში ის უვნებელი იპოვეს და სახლში დააბრუნეს.